მომავალი უნდა ვუსურვოთ ყველას და ჯანმრთელი შვილები და განვაგრძოთ პროგრამა სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში მედია პროექტის ახალგაზრდული პრეს-კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პრეს-კლუბში ახალგაზრდა ორგანიზაციების პრეს-კონფერენციები, თემატური დისკუსიები, საჯარო განხილვები და ბევრი სხვა საინტერესო ღონისძიება ჩატარდება. რაც ახალგაზრდებისათვის მედია გარემოს გაუმჯობესებას და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდული ორგანიზაციები ესწრებოდნენ. საქართველოში ახალგაზრდებს არ აქვს ცდომა მედია საშუალებებთან. ეს იყო იმის мотиваცია, რომ ჩვენ შეგვექმნა პრეს-კლუბი, რომელიც ყველა ახალგაზრდას, სტუდენტს და მომდევნებულ ადამიანს მისცემს საშუალებას გამოხატოს თავისი პოზიცია ნებისმიერ პროექტსა თუ ლექცია სემინარებთან დაკავშირებით. ბავშვთა ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა გადაწყვიტა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაეფინანსებინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პრეს-კლუბის შექმნას, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ეძლევა აბსოლუტურად ნეიტრალურად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში და ეს ძალიან კარგი არის ზოგადად ქვეყანაში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დამკვიდრების თვალსაზრისით.